მოგესალმებით, თითოეულ თქვენთანაც უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგაცნობით, მე ვარ კატო. თითოეულ თქვენთანაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კომენტარები მხვდება ხოლმე, ყველას აუცილებლად ვკითხულობ და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო მამაკაცებს, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდება ხოლმე კომენტარებშიც მათი კომენტარები და როგორც ხვდები ხოლმე არის უყურებენ ძალიან ბევრი ადამიანი და ერთადერთი ვიდეო გავაკეთე ესეთი 4 დედოფალი 4 სტიქია და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში და იქ იყოს დაკომენტარებული რომ არ ჩამოვაკართავთ რაღაცა ეს ქალების მიმართ ესეთ სოლიდარობის მომენტს ხო და ამ ვიდეოსო გავატარებთ რაღაცა ესეთი ესე რომ ვთქვათ რა და მე მინდა ეხლა კონკრეტულად გავაკეთო 4 მეფე ანუ გაშლა არის მამაკაცებისთვის შეგიძლიათ ქალბატონებმაც უყუროთ თქვათ იმისთვის რომ გაერკვიოთ თქვენს პარტნიორის ცხოვრებაში რა შემოდის სიახლეები ხო თქვათ თუ გაინტერესებთ რა თქმა უნდა მოკლედ გაშლა იქნება 4 მეფე 4 სტიქია და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში გაშლა კიდევ ერთხელ ვიძახი ეს არის მამაკაცებისთვის კონკრეტულად ადამიანებისთვის რომლებიც ასევე უყურებენ ვიდეოებს როგორც მე მივხვდი დავიწყოთ ესე იგი მიწის სტიქია პენტაკლების მეფე შემდეგ არის ცეცხლის სტიქია კვერთხების მეფე თასების მეფე არის წყლის სტიქია და ხმლების მეფე ჰაერის სტიქია, ხო? ნუ სტიქიების მიხედვით, იმიტომ ამბობ, რომ თქვა ზოდიაქოს კუთხითაც უყურებენ ხოლმე და ვინ როგორ უნდა ისე აირჩევს, ნუ გნებავთ თვითონ მეფეებით აირჩიეთ, გნებავთ თქვათ უყურეთ კონკრეტულად აი რაღაცა თქვენ ზოდიაქოს მიმდევრობით, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ვის როგორ უნდა. მე გადავდებ სამ სტიქიას გვერდით და დავიწყებ მიწის სტიქით, პენტაკლების მეფეს, ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მყარად დგას მიწაზე, ძალიან ბევრ ამას ესე ვთქვათ, აკვირდება, აფიქსირებს, ნიუანსებზე არის ორიენტირებული, ხო, რაღაცნაირად საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს, ესე ვთქვათ, თავისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, ასევე შესაძლებელი იყოს დაოჯახებული ადამიანით, ნუ ახლა ვის ნუ ხშირად ესე არის ხოლმე, ნუ ყოველ შემთხვევაში პენტაკლების მეფე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი რესურსი, ძალიან კარგი ისე ვთქვათ, განათლება შეიძლება ითქვას იმისი, რომ შეძლოს, ნახეთ, მატერიალური კუთხით ძალიან სწორ მდგომარეობაში ყოფნა. ხო, ნუ რაღაცა აი ამ კუთხით. კარგით, ნახოთ. ამ ეტაპზე რა ენერგიებში იმყოფება პენტაკლების მეფე? კონკრეტულად რა ენერგიებში იმყოფება? ეხლა ესე ვიტყოდი, საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობები გაქვთ აღებული საკუთარ თავთან მიმართებაში, გიჭირთ ამ პასუხისმგებლობების დაალაგება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა როდესაც ადამიანი ყველაფერზე არის ორიენტირებული, ცოტა რთულია, ხო, ერთ კონკრეტულზე არ ხართ. ამ ეტაპზე თითქოს რამოდენიმე საქმეს ხართ შეჭიდებულები და ეს რამოდენიმე საქმე არის ცოტა ესეთი ძალიან მოითხოვს თქვენს ფიზიკურ შრომასაც, ხო, ფიზიკურ გონებრივს, ნუ აი თუნდაც აი როგორ გითხრათ საქმე რომელიც სხვადასხვა ასპექტით არის, ხო? აი რაღაცა შეიძლება ვთქვათ, აი სამსახურშიც, პირადშიც, იქ რაღაცა ვთქვათ, მშობლებთან, მეგობრებთან, აი ამ ეტაპზე ცოტა სირთულეების მდგომარეობა გაქვთ, რომელიც ცოტა რთულ სიტუაციაში შეყავხართ, ხო? კიდევ რა ენერგიაში ნახეთ, ესე ვიტყოდი, აქ თქვენ რაღაცნაირად ცდილობთ, რომ მოდით ესე ვიტყვით, თქვენს ენერგიებში, რაღაცა ესე პირდაპირ ესე
გამოჩნდა და ამოვიდა ქალბატონის ენერგიებიც, რომელთანაც რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ან პაუზაზე ხართ, ან ფიქრობთ, რომ პაუზაზე გახვიდეთ. ხვდებით, აი ყველასთან ერთი და იგივე არ არის ხო სიტუაცია. თუმცა აქ არის მომენტი, რომელიც შესაძლებელია, ესე ვთქვა, რომ პენტაკლების მეფეები ახლა რაღაცა ცოტა ურთიერთობის მდგომარეობასთან მიმართებაში რაღაც პატარ-პატარა სირთულეებს აწყდებით, ხო? შეიძლება ითქვას, ნახეთ, ადამიანისგან არის მოთხოვნა რაღაცა ცვლილების გაკეთების, ხო? თუ დაოჯახებული ხართ, ხო, შეიძლება მეუღლე გთხოვთ, რომ რაღაცა უფრო მეტი მატერიალური საკითხებია საჭირო ოჯახში და რაღაცა გაინძერი გააკეთე, ხო? თუ პარტნიორულ ურთიერთობაში ხართ, რაღაცა პარტნიორი გთხოვთ, რომ რაღაცა შეცვალე მდგომარეობა და როდემდე ვიყოთ ესეთ სიტუაციაში, რაღაცა სხვა სახელი დავარქვათ ურთიერთობას და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაღაცნაირად თქვენი ენერგიები ძალიან, ესე ვთქვათ, ფიქრის რეჟიმში არის, ფიქრის რეჟიმში, რომ რა გააკეთოთ, საერთოდ ხო არ დაასრულოთ ყველაფერი რატომღაც, ან უბრალოდ ნახეთ, ცოტა ხანი დამასვენეთ და მომეცით საშუალება, რომ დავალაგოთ ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მე მინდა, ხო? საკმაოდ ისეთი თქვენი დღევანდელი ენერგიები საკმაოდ ბევრ სირთულეს მოიცავს, ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია ისეთ, რომ ყველა სიტუაციაში რატომღაც გაქვთ ისეთი მდგომარეობა, სადაც უნდა შეცვალოთ, უნდა გადალახოთ. აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი აქ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს და შეიძლება ილუზიებში ხართ, რომ აი ყველაფერი რაღაც თავისით მოგვარდება. არ შემოკარგებო, თავისით არაფერი არ მოგვარდება. აქ თქვენ გჭირდებათ გადაანალიზება ყველაფრის, გაანალიზება, რა გჭირდებათ და როგორ უნდა გახვიდეთ იმ სიტუაციაში, რომელიც მოგიტანთ სიკეთეს, ხო, რომელიც მოგიტანთ რაღაცა წარმატებას. ნუ ბევრი რისკ ფაქტორის წინაშე დგახართ, შეიძლება ითქვას ესეც. ყველასთან ერთი და სიტუაციები არ არის, ამიტომ ცოტა რთულია ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც უყურებ, ეს არის სიტუაცია, მაინც რატომღაც აქ ვიღაცებს აქვს კი არა და უფრო მეტად მომდის ის, რომ არის ყველა ასპექტში არეული სიტუაცია, არეული მდგომარეობა, რომელიც არ გაძლევთ მოსვენებას, გინდათ, რომ ყველაფერი ცოტა ხანი გვერდზე გადაწიოთ, გადადოთ, აი არაფერი არ ვაკეთო, ცოტა ამოვიცნობ, ცოტა რაღაცა ჩემ თავს მივხედო და მერე დავიწყო რაღაცა შრომა, ხო? მაგრამ კიდევ გეტყვით ერთ რამეს, რომ აქ როგორი მომენტია ისეთ, აი თითქოს თქვენს თვითშეფასებასაც ძალიან ურტყავს ის მდგომარეობები, რომელიც არის. ნახეთ, თვითშეფასებას ურტყავს იმ კუთხით, რომ აი რაღაც მომენტში შეიძლება გიჩნდებათ ისეთი მდგომარეობა, რომ აი ნუ თუ მეგონა, რომ მე ამ ყველაფერს შეძლო არ და პენტაკლების მეფე საკმაოდ ისეთი ადამიანია, რომელიც კარგად ერგება სიტუაციებს და სწორ მიმართულებებს აძლევს. აი ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს და არეული მდგომარეობა გაქვთ. ხან ფიქრობთ, რომ საერთოდ მოდი ცოტა ხანი გავიდე ამ ყველაფრიდან. მეორე მომენტში ფიქრობთ, რომ ნუ კაი გავედი, ცოტა ხანი დავანებე ყველაფერს თავი, მაგრამ რა შეიცვლება, ხო? დიდი ტრანსფორმაციების და რაღაცა ცვლილებების პერიოდის მდგომარეობაში ხართ. შესაძლებელია კიდე ის იყოს, რომ აი აქ სამსახურობრივად რაღაც ცვლილებების მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში თქვენი ენერგიები რატომღაც ეხლა ამ ეტაპზე არის ყველა კუთხით ცოტა ქაოსურ მდგომარეობაში, სადაც გჭირდებათ ძალიან კარგი დაკვირვება, კარგი გაანალიზება, არ უნდა შეცდეთ არჩევანის მდგომარეობაში, რა არჩევანის წინაშე დგახართ და გეტყვით, რომ დგახართ თქვენ არჩევანის წინაშე, ეს შეიძლება სამსახურსაც ეხებოდეს და პირადსაც ეხებოდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში არჩევანი უნდა იყოს სწორი,
არა ემოციებზე აყოლილი, არა რაღაც ვნებებზე აყოლილი, არა რაღაც ისეთ მომენტზე, რომ ავფეთქდით ხო, იმპულსურად ვიმოქმედეთ, არამედ საკმაოდ გაანალიზებულად უნდა დააბალანსოთ ყველაფერი იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ. კარგით, ნახოთ აბა, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში რა, ან ვინ შემოდის, ხო? ნახოთ რა, ან ვინ. პენტაკლების მეფესთან. სამართლიანობა. ნახეთ რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ რატომღაც ისეთი სიტუაცია გაქვთ, სადაც ყველა ასპექტში თქვა რომ გითხარით, ნახეთ ზუსტად ეს არის. თქვენს ცხოვრებაში ეტაპობრივად, ნახეთ თქვენი გაანალიზები და სწორი მიმართულებებს თუ მისცემთ და თქვენივე ქმედება თუ იქნება სწორად მიმართული თქვენი ენერგიები, ნახეთ, ეხა რომ ხართ ქაოსში, აი ეს ქაოსი ცოტა ხანი უნდა დაალაგოთ რამენაირად, ხო? ნახეთ, თუნდაც დაალაგების კუთხით ესე გეტყვით, რომ აიღეთ შვებულება, თქვა თუ სამსახურის მომენტი გაქვთ, ხო? ან თუნდაც ურთიერთობაში აიღეთ 2-3 დღიანი პაუზა იმისთვის, რომ დარჩეთ საკუთარ თავთან. თქვენი პრობლემების გადაწყვეტა არის საჭირო თქვენ საკუთარ თავთან დარჩენა. ძალიან ემოციებს ხართ აყოლილი. უფრო მეტი იმისთვის, რომ მეტად იმოქმედოთ, ხო, დროს კარგავთ იმაში, რომ რაღაცას ელოდებით თავისით დალაგდეს. თავისით არაფერი არ დალაგდება და ვერანაირი ჩიხიდან ვერ გამოხვალთ თქვენი თავისი, ანუ ესე ჰაერით, ხო? თუ თქვენ თვითონ არ ეცადეთ და არ გადადგით ნაბიჯები. აქ ერთის მხრივ ვიტყვი, რომ საბუთებთან მიმართებაში თუ ვინმეს რამე ისეთი სამსახურობრივად, ხო, თქვათ, ან თუნდაც მემკვიდრეობითი რაღაც საბუთების მოგვარების მდგომარეობა. აქაც ნახეთ, უნდა გადადგათ ნაბიჯი იმასთან მიმართებაში, რომ სიტუაცია დაალაგოთ თქვენ, ანუ თქვენთვის მორგებული მდგომარეობა შექმნათ, ხვდებით? თქვენ ესე რომ მიყვებით რაღაცა, სადაც გამიყვანს ეს ნაპირი, იქ გავალ, ესე არ არის. აქ თქვენ გჭირდებათ ძალიან ბევრი შრომა იმისთვის, რომ გახვიდეთ ამ ყველაფრიდან, მაგრამ შემოდის ის კარგი მდგომარეობა, რომელიც ესე ვიტყოდი, გაანალიზებასთან მიმართებაში მოხდება, მიიღებთ უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რა უნდა გააკეთეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და უკვე დაიწყებთ იმ ენერგიების, ჩადებული ენერგიების რაღაცა მიღებას და თან ნახეთ იმ პრობლემებიდან გამოსვლის მდგომარეობას, რომლის წინაშეც გახართ, ხო? იმ სიტუაციებიდან გამოსვლის მდგომარეობას. კიდევ რა შემოვა? მოდით პირად ურთიერთობაში შემოდის თქვენთან ძალიან კარგი ემოციური მდგომარეობა, ახალი ურთიერთობა, ახალი ეტაპი, ესე რომ ვთქვათ, ნახეთ, თუ დაოჯახებულები ხართ, ხო, არც მანდ არ არის პრობლემა იმისი, რომ ახალი ეტაპი შემოვიდეს ურთიერთობის, ხო? მეუღლესთან განახლება, ვთქვათ, იმ რაღაცა ემოციების, რომელიც იყო თავიდან, ხო, თუნდაც, რატომაც არა. თქვენთან შემოდის რაღაც სიყვარულის ენერგიები, თქვენთან შემოდის რაღაცნაირად სიმშვიდის მდგომარეობა, სადაც უკვე საკუთარ თავთან ბრძოლას რჩებით, ხო, რაღაცა ეჭვები, რაშიც გეპარებოდათ, უკვე ხვდებით, რომ აი არასწორი იყო ეს ყველაფერი. თითქოს ფარდა ეხსნება ნელ-ნელა თქვენთვის რაღაცა მდგომარეობებს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ნახეთ, თუ ხართ რაღაცა პირად ურთიერთობასთან ცოტა ეჭვიანი ადამიანი, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ აი თითქოს თქვენი ეჭვები გაქარწყლებული იქნება და ხვდებით, რომ ეს ყველაფერი სულაც არ იყო ის, რაც უნდა, რაც თქვენ გქონდათ, ანუ არ არის ისე, რომ ვიღაცას წერდეს ან რაღაცა ემოცია სხვას უნაწილებდეს, ხო, რაღაც ეს მომენტიც შეიძლება ვიღაცებთან იყოს, ხო, ყველასთან ნამდვილად არ არის. რა შემოდის? შემოდის ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენი შრომა, თქვენი ჩადებული ენერგიები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ასპექტიც არ უნდა იყოს, სადაც დებთ ენერგიას სწორად, გიბრუნდებათ სწორად, ხო? თქვენს ანუ შემოდის თქვენთვის ახალი ეტაპი, როგორც ურთიერთობაში, ასევე სამსახურის მდგომარეობაში,
აბსოლუტურად ახალი მიზნები, ესე რომ ვთქვათ, და კიდევ ნახეთ რა მომენტი არის აქ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ის მდგომარეობა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გინდოდათ. ის სიტუაცია, რომელიცაც ძალიან დიდი ხანია ელოდებით. აი, ნახეთ, ყველა ის ფიქრები, რომელიც გაძლევდათ იმის მდგომარეობას, რომ აი რაღაცა არ გამოგდით, ან ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, აი ეს ყველაფერი სრულდება თქვენთვის, ხვდებით. თქვენ ახალ ეტაპს იწყებთ ცხოვრებისას ყველა ასპექტში და გამოდიხართ იმ, აი იხსნით და იხსნებით ყველა იმ დაბრკოლებებიდან და პლუს მაგას ნახეთ კიდე რა არის თქვენ აი ამ რთულ პერიოდში პოულობთ ძალიან სწორ მიმართულებას. აი ნახეთ, თავდაყირა რომ სულ ვიძახი ხოლმე, რომ დაკიდებული კაცის არკანი, ახლა ჩემთვის მაგალითად არის ის მდგომარეობა, მიუხედავად ისა, რაც არ უნდა ხელები და ფეხები მქონდეს შეკრული და ვერანაირად ვერ ვიხსნებოდე, ხო, სხვანაირად დავინახავ ჭერს. ხო, ესე რომ ვთქვა, ჭერიდან რომ დამკიდონ, სხვანაირად დავინახავ ჭერს. შესაბამისად, სხვა ასპექტით დავინახავ. და აი იქ იმ ასპექტებს სწორად დაინახავთ, რაც თავარია, რითაც შეძლებთ გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან და ახალი ეტაპი დაიწყოთ. კიდევ ერთხელ გავიგებთ, აქ პენტაკლების დედოფალი ამოვიდა ზუსტად. ნუ პენტაკლების მეფესთან პირდაპირ პენტაკლების დედოფალიც, ნახეთ, თუ კი თქვენ რაიმე პრობლემის წინაშე იდექით, პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში გინდათ მეუღლესთან მდგომარეობაში, გინდათ ისე ურთიერთობაში, ხო? ეს მდგომარეობა თქვენთვის იცვლება და ძალიან კარგ ეტაპზე გადადიხართ. გქონდათ სამსახურობრივი მდგომარეობის პრობლემები, იქაც გადაწყვეტილებები სწორად ანუ იქაც თუ სწორი ნაბიჯები გადადგით, ახლა ყოველთვის არ შეიძლება რომ თქვათ არის ესეთი მომენტები, როდესაც უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ ან გავჩერდეთ და თქვათ უფროს არ ვეჩხუბოთ, ხო? ამიტომ ნახეთ, თქვენი სწორი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უყურებთ, რომ ყველაფერი თავზე გაქვთ ამხობილი, ვთქვათ ესე, თქვენი სწორი მიდგომებით გადიხართ სწორ გზაზე, ესე რა ვთქვათ, ხო, სწორი ენერგიებით გადიხართ და პოულობთ იმ მდგომარეობებს, რომელიც არის თქვენთვის სასურველი. უბრალოდ ერთადერთი მომენტი რაც არის, გეტყვით აქ, რომ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება. თუნდაც 1 ან 2 დღე საკუთარ თავთან დარჩენა მარტო, საკუთარ თავთან გაანალიზება, გადახედვა სიტუაციების, აი ამოსულ თქვა ესე რომ ვთქვათ, იმისთვის რომ მე უკვე ყველაფერი სწორად დაინახოთ, ხო? კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ნუ ფორტუნა თქვენსკენ ტრიალდება, ჩამოკარგება, კიდევ ერთხელ გეტყვით და გილოცავთ. კოშკის არკანი მოყვება ფორტუნას ბორბალი და თასების ნახეთ, აი ესე გეტყვით, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? აი ყველაფერი რაც გითხარით, სრულდება აბსოლუტურად ყველა ის მდგომარეობა, რომელიც თქვენ დღეს გგვრით შიშს, რომ და გგვრით იმ მომენტს, რომ აღარ შემიძლია და როდის დასრულდება, აი ეს ყველაფერი სრულდება და თქვენ ცხოვრებაში უკვე შემოდის ის ენერგიები, რომელიც შეგავსებთ განსაკუთრებით პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. თუმცა არა მარტო პირად ურთიერთობასთან, ნახეთ, რაღაცა თქვენი შეიძლება ითქვას კარმული მდგომარეობაც მთავრდება და იწყება ახალი ეტაპი თქვენი ურთიერთობის, თქვენი ცხოვრების, თქვენი კარიერული სვლის, რომელიც ძალიან დიდ ემოციას და დიდ სიკეთეს მოგიტანთ, ესე რა ვთქვათ. მოკლედ, პენტაკლების მეფეს გულოცავ, მშვენიერი მდგომარეობა შემოდის თქვენთან, მთავარი არის აქ ცოტა დასვენება, კარგად გაანალიზება ყველაფრის და აუცილებლად ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. კარგით, ნახოთ, შემდეგი მეფე არის
კვერთხების მეფე, რომელსაც რაც არ უნდა მოინდომოს, რაც არ უნდა უნდოდეს, მაინც დაანთებს წყალშიც კი ხო, რაღაცა ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძვის, ყოველთვის მებრძოლი არის, რომელსაც არ აქვს უკან დახევის არც ერთი მომენტი. ხვდებით, აი ნახეთ, ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი, ჩემი გადასახედიდან, ესე რასაც მე ვგრძნობ, არის ადამიანი, რომელსაც მიზნამდე, სანამ მიზანს დაისახა, საკმაოდ კარგად აყვირდება ვითარებას და თუ დაისახა მიზანი, თუ თქვა, რომ მე ეს მინდა, მე ეს უნდა მივიღო, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც არ უნდა გადაეღობოს წინ, როგორც არ უნდა გადაეღობოს წინ, ყველაფერს გაანადგურებს ცეცხლით, ყველაფერს დაწვავს და მაინც გავა იმ ფონს, სადაც უნდა გავიდეს. ეს არის ადამიანი, რომელიც არ არსებულია ამ ადამიანისთვის რაღაცა დაბრკოლება. კი, იქნება, კი, ყველაფერი შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ არ დაიხევს უკან. არ დაიხევს არც ერთი წამით უკან. ის აუცილებლად რომ იცოდეს, რომ ხრამში ვარდება, იქაც კი გადავარდება, მაგრამ თავისი უნდა გაიტანოს, მაგრამ თავისი უნდა გააკეთოს რაღაცა ეს ენერგიები მოდის ამ ადამიანისგან. ნუ ავიცი, თუ თქვენი თავი ესე უფრო ამოიცანით, მაშინ ნახოთ აბა. ამ ეტაპზე რა ხდება თქვენთან და რა შემოვა. რა ხდება ამ ეტაპზე თქვენთან? რა ხდება ამ ეტაპზე? გაურკვევლობაში ხარ, რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ, ან მარცხნივ, ჯერ, აი ნახეთ, ჯერ არ გაქვთ ის მიზანი აღებული თითქოს, ჯერ მიზნისკენ გაქვთ ფიქრები, ესე რა ვთქვათ, ხო? ცოტა კარმული მდგომარეობაში ხართ, ესე ვიტყოდი, რაღაცა, ნუ აქ უფრო ურა სიტუაცია არის, აქ უფრო ურთიერთობის მომენტი არის, მოდით ესე ვიტყოდი, აქ უფრო გადაწყვეტილებას აკეთებთ ორ ადამიანს შორის, ორ ქალბატონს შორის შეიძლება ითქვას. აქ უფრო პირადი ურთიერთობები ამოვიდა, რატომღაც ესე კაფიოდ. აქ არის როგორი მომენტი, იცით, დაასრულოთ თუ განაახლოთ, კი არა და როგორ დაასრულოთ თუ მინდა თუ არ მინდა, იგივე სხვა არ გავიმეორებ, აქ არის სიტუაცია, რომელიც თან გაფიქრებთ იმას, რომ ხوارჯობია ისე ვთქვათ, რაღაცა იქ ძველში განვაახლო, აქ უფრო მდგომარეობაა, როდესაც ურთიერთობაში ვართ, ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ სადღაცა სტაბილური ურთიერთობა გვყავს ვიღაცასთან, შეიძლება იყოს მეუღლის მდგომარეობაც, ვიღაცასთან შეიძლება იყოს რაღაცა სტაბილური პარტნიორის მდგომარეობაც, ხო? მაგრამ ნახეთ, კიდევ ერთი მომენტი არის აქ, შეიძლება აქ იყოს ისეთი სიტუაციაც, რომ ურთიერთობა, რომელიც გინდათ თქვენ, იყოს, თქვა, თქვენი ოჯახიდან უარყოფილი, რომ არა, ეს არა და ვინც გინდა ის, ხო? აქ რატომღაც სამკუთხედი მდგომარეობის სიტუაცია მესახება და იმიტომ ვიძახი ხარ, აქ შეიძლება დედის ფაქტორიც იყოს, ხო? ყველასთან არ არის ის მომენტი, რომ რაღაცა მეუღლეს მდგომარეობა იყოს და მართლა ორი პარტნიორი. ნახეთ, თუნდაც დედასა და პარტნიორს შორის ხდება არჩევანის გაკეთება. აი აქ რაღაცა მომენტში დღეს რა ხდება თქვენს მდგომარეობაში, თქვენს ენერგიებში არის ის მომენტი, როდესაც ურთიერთობა თუ რაღაცა მყარი მდგომარეობა, სადაც უკვე ვართ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის. აქ უფრო სამკუთხედის მდგომარეობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მოკეთილით ახლა უკვე ვისთან რა სიტუაცია გაქვთ. თუმცა გაურკვევლობაში ხართ. ნახეთ, ჯერ არ გაქვთ მიღებული გადაწყვეტილება, თითქოს ჯერ აკვირდებით სიტუაციებს, რა და როგორ უნდა იმოქმედოთ, ხო, რაღაცა დაკვირვების რეჟიმში ხართ. კიდე რა ხდება? აი აქ უკვე მოდით ესე გეტყვით, აქ პირდაპირ გეტყვით უკვე, რომ აქ მე მგონი დედა არაფერ შუაში არ არის, აქ არის სიტუაცია, როდესაც
გვყავს მეუღლე სახლში, ვიღაცასთან გამოჩნდა ურთიერთობა და აქ უკვე გადაწყვეტილებას ვიღებთ იმაზე, რომ რაღაცნაირად რაჯობია, ხო, თქვათ, განვაახლო ის ყველაფერი, რომელიც ჰქონდა და დავასრულო ეს რაღაც სამკუთხედის ურთიერთობა, თუ პირიქით სახლში დავასრულო ყველაფერი და რაღაცა გავაგრძელო რაღაცა ურთიერთობა. აი აქ თითქოს თქვენი გადაწყვეტილებებიც რაღაც ძალიან ამოუცნობი მდგომარეობა, თან ემოციას ხართ აყოლილი, ესე ვიტყოდი, თან რაღაცა სტაბილურობასაც ვერ თმობთ, შეიძლება ითქვას, რაღაცა მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? და აი გინდათ რაღაც მომენტში გასვლა სიტუაციებიდან, აი თითქოს ავიღეთ უკვე გეზი, საით უნდა წავიდეთ, მაგრამ მაინც ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულები, წავალთ თუ არა ამ გეზით, ხო? აი რაღაცა არ არის აქ ბოლომდე გახსნილი მდგომარეობა. თუ მეორეს მხრივ ესე რა ვთქვათ, თუ სამსახურობრივი კუთხით რო წავიკითხოთ, აქ არის სიტუაცია, როდესაც ვთქვათ, გვინდა რაღაც შეცვლა მდგომარეობის, მაგრამ თან გვეშინია, რომ ანუ ეს არ დავკარგოთ, იმიტომ რომ მე უკვე ძალიან ბევრ რაღაცას ვკარგავთ, ხო, იმიტომ რომ ეს სამსახურის მდგომარეობა შეიძლება რაღაცა შიშებთან მიგვიყვანოს, ხო, რაღაცა ვერ ვიპოვოთ ისე მალე სამსახური და ну რაღაცა გაჩნდეს. თუმცა მაინც მოდით ესე ვიტყვი, აქ უფრო მეტად რატომღაც პირადი ურთიერთობის მდგომარეობა არის, სადაც აი როგორც გითხარით, ორ ადამიანს შორის აკეთებთ გაანალიზებას. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? აი თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის? რაღაც სტაბილურობა, ემოცია, დაბალანსება, ასე ვიტყოდი, ხო, რაღაცა ემოციური მდგომარეობა. თქვენ ცხოვრებაში აი ნახეთ რა შემოდის, თითქოს რაღაცა საბოლოო ჯამში მოახერხებთ იმას, რომ შიში გადალახოთ და მისცეთ თქვენს ურთიერთობას, თქვენს სიტუაციას, ნახეთ მისცეთ საშუალება იმისი, რომ განავითაროთ ურთიერთობები. თქვენს მდგომარეობაში რა შემოდის? ну, იცით რა არის, შეიძლება აქ ესე ვიტყოდი, აქ შემოდის მდგომარეობა, როდესაც ერთი მხარე აუცილებლად სრულდება და მეორესკენ გადავდივართ. აქ აშკარად ხდება უფრო ცვლილებები არა არსებულ ურთიერთობასთან მიმართებაში, არამედ უფრო მეტად ახალ ურთიერთობასთან მიმართებაში. აქ რატომღაც ადამიანი იზიდავს თავისთვის სულიერ პარტნიორს, ესე რა ვთქვათ. რა შემოდის თქვენს რაღაცა მომენტში კიდევ ესე გეტყვით, რომ ეს სიტუაცია, რომელშიც ეხლა იმყოფებით, რაღაც პერიოდის დროით უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ნახეთ მდგომარეობა, რომელიც შემოდის და გაძლევთ რაღაცა შანსებს, ხო, ურთიერთობებისთვის, ასევე იმდენად შიშებს შორის არის მოქცეული, რომ აი ეს შიშებია ყველაზე მეტად დასაძლევი და ამ შიშს დაძლევთ. უბრალოდ აი აქ როგორი მომენტია, იცით? აი უნდა გასკდეს ეს ამბავი, თითქოს ხდებით. ერთ-ერთ მხარეს უნდა გაიგოს ერთ-ერთმა მხარემ, თქვათ, ვიღაცასთან ვისთან არის ის, რომ მეუღლე ყავთ, ხო, არის ეს, ან ვიღაც პარტნიორი არსებობს კიდე. აქ სიტუაცია გაიხსნება, აქ სიტუაცია გაირკვევა, ესე რა ვთქვათ, და ერთ-ერთი მხარე პაუზდება და გეძლევათ უკვე შანსი იმის, რომ სწორი მიმართულება მისცეთ თქვენს ურთიერთობას. სულიერი მდგომარეობა თუ გონებრივი მდგომარეობა, ხო? აი სად უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს, ხო? აი რაღაცა თითქოს გადაწყვეტილების
მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფებით, საბოლოო ჯამში გადაწყდება, ხო, მიხვდებით რა და რა უფრო მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, ხო, რაღაცა ის მდგომარეობა, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავი იგრძნოთ ბედნიერად, ხო, რაღაცა ემოციურად, რაღაცა ახალი ეტაპით, ახალი ენერგიებით, ხო, რაღაცა თქვენთვის მე როგორ ავხსნათ, აი თქვენი მიზნების განხორციელებისთვის, ესე რომ ვთქვათ, აი რაღაც ეს მდგომარეობა შემოდის, თქვენთან აშკარად შემოდის გადაწყვეტილების მდგომარეობა, რომელიც დაგანახებთ ძალიან ბევრ გზას თქვენი მიზნებისთვის. აქ ფარდა ეხდება რაღაცებს და თუ ძალიან ფრთხილობთ, ესე რომ ვთქვათ, და არ გინდათ რაღაც ინფორმაცია გასცეს, ეცადეთ რომ კარგად გააკონტროლოთ. მოკლედ ესეთი გამოვიდა კვერთხების მეფის ამბავი. აქ პირად ურთიერთობასთან არის სიტუაცია და საკმაოდ ჩახლართულიც. კარგი, შემდეგი თასების მეფე წყლის ტიქია. ეს ადამიანი უფრო რაღაცა ემოციებთან არის, სენტიმენტალურია, ძალიან ისეთი უყვარს თბილი სიტყვები მოფერება, ხო, რაღაცნაირად რბილია, ესე რომ ვთქვათ, თითქოს შენ იყავი ოღონდ კარგად და მე არაფერი მინდა, აი რაღაცა ეს მომენტია, თუმცა აქ როგორც ჩანს, რაღაცა ცვლილებებისკენ იღწვის, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი თასების მეფე, ხო, თავისით გადმოხდა არკანი. კარგით, ნახოთ ახლა ამ ეტაპზე რა ხდება თასების მეფესთან, რა ხდება, რა ენერგიები გაქვთ. თქვენს რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ მასთან დაკავშირებით. აი აქ უკვე უფრო ფინანსური კუთხით ხდება ცვლილებები, მეგონა რომ თასების მეფეს რაღაცა სასიყვარულო ისტორიები ექნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ უფრო ფინანსური კუთხით არის. ნახეთ, ახლა თქვენ ხართ რაღაცა გადაწყვეტილების მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს და ფინანსურად შეიძლება ითქვას ჩიხში ხართ შესულები, რაღაც სულიერადაც ცოტა პრობლემური მდგომარეობა გაქვთ იმასთან მიმართებაში, რა ხარ ფინანსები არ გვაძლევს საშუალებას თასების მეფეს არ შეუძლია ბევრი საჩუქრების გაკეთება თავისი რჩეულებისთვის თუ რჩეულისთვის და შესაბამისად გვემართება ხო რაღაცა დისკომფორტი. მაგრამ ესე ვიტყოდი, თასების მეფეს და წყლის ტიქიის წარმომადგენლებისთვის არის გაურკვეველი მდგომარეობა და არის გზა გასაყარზე იმასთან მიმართებაში, რომ ხომ არ შეიცვალოს, თქვათ, სფეროთ უნდა სამუშაოს. იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაც მატერიალური კუთხით ცოტა პრობლემურ მდგომარეობაში იმყოფება და იცით როგორ არის, თითქოს ფიქრობს, რომ ვიღაცები არიან ამ ადამიანის ფიქრობს, კარა, არიან კიდევაც თქვენს გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან ცოტა რაღაცა ხლართავენ, ხო, სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება პირში გეუბნებიან, რომ ძალიან კარგი მეგობრები არიან, ან რაღაცა თანამშრომლები არიან, ხო, რაღაცა პირიქით ხელთ შეგაშალებ, მაგრამ რეალურად თითქოს აქ პირიქით აკეთებენ ყველაფერს, უფრო მეტ შიშთესავენ, უფრო მეტად რაღაცა ემოციურად ცდილობენ რომ წაართვან, ემოციურად კი არა და მატერიალურადაც ცდილობენ რომ წაართვან ამ ადამიანს რაღაცა შეუქმნან ისეთი სიტუაცია, რომელიც თქვათ მის თუნდაც ავტორიტეტს დააგდებს, ხო, რაღაცა აშკარად აქ უფრო ისეთი მომენტი არის. განსაკუთრებით ეს ეხება უფრო სამსახურებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, ესე ვიტყოდი, კიდე რა ენერგიებში ხართ. ხო, აი რაღაც იცავთ, საკუთარ წითელ ხაზებს იცავთ, ხო, რაღაც აშკარად აქ დაფარული ინფორმაციული მდგომარეობა გაქვთ. კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ აი ნახეთ,
არიან ადამიანები, რომლებიც იპარავენ თქვენს ენერგიებს, თქვენს იდეებს, თქვენს რაღაცა მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება წინ უნდა წაგიყვანოთ, ხო, რაღაცა მოგცეთ, მატერიალური წინსვლა. აქ პირადი ურთიერთობა ცოტა გვერდზე გაქვთ გადადებული აშკარად თასების მეფეს, რატომღაც აი უფრო მეტად მოდის სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც ძალიან კრიზისულ სიტუაციაში არის. პირათან მიმართებაში მინდოდა რომ მენახა, პირათან მიმართებაში სხვათა შორის არაფერი ისეთი ძალიან სერიოზული მდგომარეობა არ გაქვთ, ხართ სტაბილურ სიტუაციაში, ხართ რაღაცა ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს, ზედმეტი პასუხისმგებლობები, ზედმეტი რაღაცა ვალდებულებების მდგომარეობაში, თუნდაც რო იყოს ვალდებულებები, ამას ისე კარგად აბალანსებთ, რომ არანაირ პრობლემას თითქოს არ წარმოადგენს ეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ურთიერთობა ნაკლები პრობლემაა თქვენთვის, ესე ვიტყოდი, ვიდრე მატერიალური. აი მატერიალურში და სამსახურებრივი კუთხით, კარიერული კუთხით აშკარად თქვენთვის რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა არის. კიდევ ერთი რა მომენტია ისეთ, რომ შესაძლებელი აქ ფიქრობდეთ, რომ საერთოდ თქვენ წასვლაზეც კი ფიქრობდეთ, რომ ხომ არ შეიცვალოთ სამუშაო საერთოდ, აი ნახეთ, გახვიდეთ სხვა ქვეყანაში დაიწყოთ იმისთვის, რომ მიიღოთ წარმატება, იმისთვის, რომ მიიღოთ გამარჯვება, იმისთვის, რომ მიიღოთ რაღაცა ის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, აი რაღაც ესეთ სიტუაციაში ხართ ახლა. კარგით, ნახოთ რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. პენტაკლების დედოფალი. აჰა. ნახეთ, აქ ესე ვიტყოდი, აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენთან შემოდის ნახეთ, ესე ვიტყვი, რომ თუ კი თქვენ გეხსნებათ, ნახეთ, აი ესე უფრო სწორად ვიტყვი თუ კი არა, გეხსნებათ გზა და გეძლევათ შანსი, უბრალოდ ნახეთ, შეიძლება აქ პარტნიორულ ურთიერთობაში ვინც ხართ, ხო, ძალიან კარგი იქნება, რომ მიიღოთ ქალბატონებისგანაც რჩევა, იმიტომ რომ შესაძლებელია იცით როგორი მომენტი, რომ აქ არსებობდეს თქვენს გვერდით ადამიანი, თუნდაც მეგობარი, ხო, უბრალოდ კლასელი, რომელთანაც გქონდათ გაქვთ კავშირი, ხო, რა ვიცი, მეუღლე ვისაც ყავს, დედა და ყოველ შემთხვევაში ნახეთ, თქვენთან შემოდის ძალიან კარგი შანსი, რომელიც უნდა დაინახოთ. ეს შანსი, ნახეთ, თქვენ თვითონვე რაღაცნაირად გაურბიხართ ამ შანსს და შემოდის გადაწყვეტილება, საით მიდიხართ, ანუ ამ გადაწყვეტილების მდგომარეობასაც თითქოს გაძლევთ ადამიანი, რომელმაც უკვე ვთქვათ გამოიარა რაღაცა სიდუხჭერის მდგომარეობა, ხო, რომელმაც ისწავლა როგორ უნდა ამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ხო, აი განსაკუთრებით კარგად აქვს გავლილი მატერიალური კუთხით პრობლემების მდგომარეობა და აი ნახეთ, თქვენთან რა შემოდის ადამიანი, შეიძლება ვთქვათ არც იცნობდეთ და ეხლა გაიგნოთ, ხო? ნახეთ, შანსი ადამიანისგან, კონკრეტულად ქალბატონისგან, რომელიც მოგცემთ იმ შანსს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ მატერიალურადაც, ხო? ყოველ შემთხვევაში შეიძლება მოგცეთ კარგი რჩევები, მიზანი მოგცეთ, აი გამოგაფხიზლოთ, რომ რაღაცნაირად გამოგიწოდოთ ხელი, ხო, თქვათ პროექტს აკეთებთ, რაღაცას დაგეხმაროთ ამ პროექტის გაკეთებაში. ან უბრალოდ ის პროექტი, რომელიც თქვენ გქონდათ და ვიღაცამ დაიბრალა, რომ ჩემია, ხო, ის მდგომარეობა დააფიქსიროს, რომ არა, ეს პროექტი იყო იმ ადამიანის და ეს რატო იბრალებს, ხო, რაღაცნაირად ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, შემოდის ადამიანი კონკრეტული, რომელიც აი იმ შიშებს, იმ პრობლემებს, იმ რაღაცა მდგომარეობას ნელ-ნელა
გაგიქარწყლებთ და სწორ მიმართულებას მოგცემთ, როგორ უნდა ამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან და როგორ უნდა შეიძლება ახალი პროფესიის ადამიანიც იყოს, რომელმაც გითხრათ და შემოგთავაზოთ, რომ იცი რა, მოდი აი სცადე ეს პროფესია, ხო, აი ჩემთან წამოდი სამუშაოდ, რაღაც აი თქვენთვის ესე ვიტყოდი, ახალი ეტაპი შემოდის, ახალი ეტაპი, ოღონდ კონკრეტული ადამიანისგან, კონკრეტული პიროვნებისგან, რომელიც დაგაძლევინებთ აი ამ მატერიალური კრიზისის პერიოდს, ესე ვიტყოდი, ნუ რაღაცა მოგცემთ იმ რესურსს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცა კონკრეტული რესურსით მოვა თქვენთან, ესე რომ ვთქვა. მოკლედ ესე გამოდის. თქვენთან შემოდის ადამიანი თასების მეფესთან, რომელიც გეხმარებათ ძალიან ბევრ კარგ საქმეში, ესე რომ გითხრათ. და ნახოთ, ჰაერის სტიქია, რა თქმა უნდა, ხლების მეფე, ადამიანი, რომელსაც გონებას ჩართული აქვს, სულ რაღაცას ითვლის, სულ რაღაცას ფიქრობს, სულ რაღაცას ანალიზებს, სულ აკეთებს პარალელებს და მოკლედ 100,000 ჯერ წაიკითხავს ერთ წიგნს და 100,000 ჯერ სხვადასხვა გაანალიზებას გამოიტანს და ნუ ამოხდა იეროფანტიც. რომელსაც შეიძლება რომ ითქვას, რომ ძალიან კარგად რომ მოვუსმინოთ ბევრ ძალიან კარგ რჩევასაც მივიღებთ აი ესეთი მეფე მოფლან და ეხლა ჰაერის წარმომადგენელი, რომ რა ჭირს ჰაერის წარმომადგენელს რაღაცა ხლების მეფეს უნდა სასწრაფოდ გარკვევა ყველაფრის. კარგით, ვნახოთ აბა რა ენერგიებში იმყოფება ეხლა ხლების მეფე, რა ენერგიებში იმყოფება ხლების მეფე. ზომიერების, აი ხლების მეფეს და ჰაერის სტიქიას რაღაცნაირად ძალიან კარგად შეუვლიათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი ცოტა ისეთი ბევრს ფიქრობენ ხოლმე, მაინც კარგად შეუვლიათ დაბალანსება. ხო, ჰაერი ხან აქედან დაუბერავს, ხან იქედან დაუბერავს და რაღაცა შუაში აყენებს ყველაფერს, ხო? რაღაც სულ ერთი მიმართულებით არ ქრის. შესაბამისად, აი რაღაც ძალიან კარგ დაბალანსებულ ენერგიებში ხართ. ასევე ძალიან კარგი შანსები გაქვთ. აი თითქოს ახლა ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, შანსები გაქვთ წინსვლის მატერიალური კუთხითაც, პირადი ურთიერთობების კუთხითაც. არ ვიცი, აი ეხლა ესე ვიტყოდი, ხლების მეფეებს, ჰაერის სტიქიას აქვს ძალიან კარგი პერიოდი, ეხლა ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი პერიოდი, სადაც ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად შეუძლია ყველაფრის დალაგება და გამოყენება შანსების. თუმცა, აი თქვენთანაც არის რაღაცა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ცოტა არ იყოს და ცდილობენ წაგართვან, ცდილობენ რაღაცა სიტუაციურად შეგიქმნან მდგომარეობა, რომელიც ნუ აი არ ვიცი, ასე ვიტყოდი, რომ რაღაცას არ იყენებთ, ნახეთ. ესე ვიტყვი, რომ მიუხედავად რომ ძალიან კარგი ენერგიების მდგომარეობა გაქვთ ახლა და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად აბალანსებთ სიტუაციას და მატერიალურადაც ახლა მე შეიძლება ვთქვა, რომ არ გადაგდით თავს, ხო, რაღაც მილიარდელები არ ხართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გიჭირთ ისე რომ რაღაც ვერ დააკმაყოფილოთ თქვენი სურვილები, პირად ურთიერთობაშიც საკმაოდ რაღაც სტაბილურობის მდგომარეობის შეგრძნება. მაგრამ აქ რაღაცაც ესე ვიტყოდი, თქვენს გარშემო ადამიანები არიან კი არა, თქვენ თვითონ რატომღაც თქვენ თვითონ უქმნით საკუთარ თავს ძალიან დიდ პრობლემას. ანუ რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაანალიზებული მეფე არის, ხო, ხლების მეფე, რატომღაც აი თითქოს ყველაფრიდან აი ნუ პრინციპში ჰაერის სტიქია ესეთია შეუძლია ნებისმიერ დროს ყველაფერი გააცამტვროს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი, ხო? რაღაცა თავიდან გიდათ დაწყება. რაღაც მოუშუშებელი მდგომარეობის სიტუაციაც გაქვთ, რომელიდანაც შეიძლება უფრო ნახეთ
შანსები კი გაქვთ, მაგრამ აი აქ პირად ურთიერთობის მდგომარეობა უფრო არის რაღაცა მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მიიღეთ გადაწყვეტილება დაშორების, წასვლის, დამთავრების, აი აღარ მინდა ხო რაღაც, მაგრამ ეხა ხვდებით, რომ არ უნდა გაგეკეთებინათ ეს სიტუაცია. რაღაც მომენტში თითქოს ეხლა ხვდებით, რომ ეს შეცდომა დაუშვით, გეგონათ, რომ რაღაცა ცოტა უფრო მსუბუქი იქნებოდა თქვენთვის და აღმოჩნდა, რომ თლათ ესეთი მსუბუქი სიტუაცია არ არის, ხო? პენტაკლების დედოფალი. ხმლების დედოფალი. ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ხო აქ რაღაცა სიტუაცია დაასრულეთ, აქ ურთიერთობა დასრულდა, რომელიც თქვენთვის აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა სამკუთხედ ურთიერთობის მდგომარეობაც იყო ერთის მხრივ და ერთ-ერთი მხარე, რომელიც ჩაჭერით, მაინც დაგენანათ და გეტკინათ, ხო, ესე რომ ვთქვათ. თუმცა მაინდა-მაინც სამკუთხედზე ნუ წავალთ ახლა და ვთქვათ ესეთი მომენტი, ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყო, ღირებული იყო, რომელიც ძალიან დიდ რესურსს დებდა თქვენთან მიმართებაში, ამ ადამიანთან დაასვათ დღეს არის ხმლების დედოფლის სტიქიაში, ხო? ანუ ხმლების დედოფლის მდგომარეობაში, სადაც უკვე თვითონაც დისტანცირებულ, აღარ გიშვებთ უკან, აღარ გიბრუნებთ უკან, ხო? აღარ გაძლევთ განახლების საშუალებას, დასრულდა, მე უკვე ბედნიერი ვარ, ხო? თქვათ რაღაცა აი ეს მომენტი არის, ყველაფერი წავიდა წარსულში, ყველაფერი გავატანე. ტკივილები, აი რაღაც ეს მომენტი არის, მიუხედავად იმისა, აი ნახეთ, აქ ალბათ ესე უფრო კარგი, სწორი მიმართულება იქნებოდა, რომ თქვენ ნუ ინარჩუნებთ ზომიერებას, იმიტომ რომ გონება ძალიან კარგად მუშაობს, ზომიერებას ინარჩუნებთ, ცდილობთ რომ წინ წახვიდეთ, მაგრამ უფრო პენტაკლების მხრივ, ხო, უფრო სამუშაოში ჩადოთ თქვენი რესურსები და რაღაცნაირად დააბალანსოთ რა, აი წარსულისკენ გადაიყვანოთ, მაგრამ აი ნანობთ იმ მდგომარეობას, რომელიც მოხდა. ნანობთ იმ სიტუაციას, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება წასვლის. ან უბრალოდ მიეცით საშუალება წასულიყო, ხო? ან თქვათ თქვენ არ წახვედით, მაგრამ ადამიანმა თქვათ იმდენი ხანი იფიქრეთ თქვენ რაღაცა ცვლილებასთან მიმართებაში, ხო? აღარ დააყენეთ საშუალი და აღარ შთხოვეთ ხელი და ნუ ადამიანი გაგეცალათ, ხო? ნუ არ ვიცი, ხო, მიიღე გადაწყვეტილება, მიიღებ, არ მიიღებ, კარგად იყავი, ხო? აი დავიღალე ხა. რამდენი წელი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობა ესე. აი აქ რაღაცა ეს მომენტიც არის. კარგით, რა შემოდის აბა, ნახოთ ახლა თქვენთან რა შემოდის. რა შემოდის? იცით რა, თქვენთან რაღაცა ახალი ეტაპი შემოდის, რომელიც ცოტა არ იყოს და გამხიარულებთ, გამოგაფხიზლავთ. ადამიანი შემოდის, რომელიც რაღაცა შანსს მოგცემთ თითქოს. შემოდის. იცით რა, ადამიანი შემოდის, ნახოთ, ვერ ვამბობ ვერაფერს, მაგრამ ნახეთ რაღაცა მომენტში თქვენთან იცით რა, უფრო მეტად შემოდის გაანალიზების მდგომარეობა, რომელიც ძალიან დიდ ტრანსფორმაციას განგაცდევინებთ, რომელიც ძალიან კარგად დაგანახებთ კიდევ ერთხელ თქვენს დაშვებულ შეცდომებს და დასამუშავებელ მდგომარეობას, ხო? როგორ მიიღოთ რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამართლიანია ხმლების მეფე, რატომღაც აი თითქოს აქ სამართლიანობაც კი დაკარგა. ნუ ასრულებთ მიჯაჭვულობას, ასრულებთ რაღაცა ტკივილებს, რომელიც თქვენთვის ძალიან დროსთან ერთად კიდევ უფრო რატომღაც კი არ გიმსუბუქდებოდათ, არამედ გიძლიერდებოდათ და ზოგადად ესეა ხოლმე მამაკაცები მერე უფრო გრძნობენ ტკივილს დაშორებიდან რამოდენიმე თვის მერე ვიდრე მაშინვე, იმიტომ რომ ქალებმა უცბად იციან წამოტირება და დასრულება ყველაფრის, მამაკაცებს პირიქით აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, ნახეთ, აი ეს ყველაფერი მიდის, მთავრდება ნელ-ნელა თქვენ პოულობთ ძალას, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა
განაახლოთ, გაიაროთ ეს ტრანსფორმაცია, მისცეთ ცხოვრებას და თქვენს თავს შანსები იმისი, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე, იყოთ სამართლიანი საკუთარ თავთან, თუნდაც იმ ადამიანთან აღიარებით, რომ შეცდით. არც ეს არ არის ხო რაღაცა პრობლემა, ხო? აი მე შევცდი, რომ თქვა, აქ სამყარო გაძლევთ უკვე რაღაცა მუშუშების მდგომარეობას და ის მიჯაჭვულობის მდგომარეობა, რაც გაძლევთ ახლა ტკივილების სიტუაციას, აქ თითქოს არაფერი არ გამოდის, ხო? თავდება რაღაცა მომენტში, ესე ვიტყოდი, რომ თავდება, გადის. აი იმ შეცდომების, რომელიც დაშვებული გაქვთ, აღარ დაუშვებთ, ხო, იმდენად კარგად გადაანალიზეთ. უკვე შემოდის ის მდგომარეობა, რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ნახეთ, თუნდაც ის მომენტი, აი ნახეთ, წაღან გითხარით, რომ ბოლო-ბოლო აღიაროთ ის მომენტი იმ ადამიანთან, რომ ხო, მე აი აქ რაღაცა შეცდომა დავუშვი, არ ვიყავი მართალი, ან მოვიტყუე, თუნდაც რაღაცა პატარა ტყუილის მდგომარეობაც თუ გქონდათ რაღაცა ეს მომენტი შეიძლება იყოს არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ ეხლა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ეს. და განვაახოთ, ხო, თქვენთან უკვე შემოდის ურთიერთობა, შესაძლებელია ის ურთიერთობა აღდგეს, იმიტომ რომ აქ უფრო რატომღაც მაინც ეს მოდის, რომ დრო განახათ ის ემოციები, რომელიც თქვათ გაიარა ქალბატონმა თავიდან დაშორების, ხო, და თქვენ ეს დრომ განახათ და მიხვდით, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც თქვენთვის ღირებული იყო, რომელიც სიყვარულს გაძლევთ, რომელიც ემოციას გაძლევთ და დააბრუნებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, ხო, რომელიც ეხა აი ამ ეტაპზე მივხვდით, რომ ძალიან კარგი ენერგიებით დაიწყეთ, მაინც საბოლოო ჯამში ტკივილების მდგომარეობა აისახა. მოკლედ თქვენს ცხოვრებაში შემოდის განახლება, გაანალიზება და აღიარებითი ჩვენება, ესე რომ ვთქვათ, თქვენი მხრიდან ქალბატონის მიმართ. მოკლედ ესეთი გამოვიდა, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ვიცი, ნახოთ, აბა მამაკაცების კომენტარებს ველოდები. საინტერესო არის, რა და როგორ და რანაირად. ნუ ქალბატონებსაც შეგვიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს. და ნახოთ, რა შემოდის თქვენი პარტნიორების ცხოვრებაში. წარმატებებით თითოეულ თქვენთაგან და მადლობა იმისთვის, რომ უყუროთ ვიდეოებს.